და დაახლოებით 3800 სოფელი გვაქვს საქართველოში და გავიყავით და დავდიოდით სოფელ-სოფელ ერთი კითხვით, რომ აი რო შეწყვიტოთ წარმოება თქვენ ფერმერებმა რა მოხდება და ნუ ზოგი ამბობდა რომ ვიღაც გარდაიცვლება შიმშილით, ვიღაც ამბობდა რომ უბრალოდ მოსახლეობა საკვები არ ექნებოდა და შემდეგი კითხვა იყო რომ ვინ არის ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ პრეზიდენტი, პრემიერი თუ ფერმერი. და ისე გვეუბნებოდა რომ ამაზე არ გვიფიქრიან ფერმერი და მაშინათვე ვაძლევდით ბანერს ხელში, ვთქვათ რომ ეწერა რომ მე ვარ ნინო, ვაწარმოებ კარტოფილს და ვარ ძალიან ამაყი. მოგეთ 2 წლის განმავლობაში ეს კამპანია ფერმერი პატრიოტია მოედო მთელ საქართველოს და დაიწყო ნელ-ნელა გარდატეხა ისეთი რომ გლეხის სიტყვა ჩანაცვლა ფერმერით, მაშინდელი მინისტრი გახლდათ ბატონი ოთარ დანელია, რომელთან ერთად ძალიან აქტიურად ვითანამშრომლეთ და 20 ნოემბერს ფერმერის დღესაც აღნიშნავთ ყოველ წელიწადს და დავიწყეთ აქტიურად პირველი ამ სტერეოტიპის დანგრევა. იმიტომ რომ თუ სტერეოტიპს არ დავანგრევდით, ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ადამიანებს ისევ შერცხვებოდათ იმ საოცარი საქმის კეთება, რასაც ისინი მიუხედავად ყველანაირი გამოწვევისა აკეთებენ და მგონია, რომ მათზე ძლიერი ხალხი არ არსებობს, იმიტომ რომ ღმერთზე დამოკიდებული ადამიანები არიან, ბევრი რაღაც გვაკლია იმისთვის, რომ ბიზნესად აქციო სოფლის მეურნეობა და ამ სფეროს არ ტოვებენ. და არ მიდიან, თქვათ, ჩვენ და